მოგესალმებით. ეს არის ჩემი პირველი ვლოგი და უდიდესი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ თან ვარ ნიკო კეცხოველის პრემიის ჟიურის წევრი და ეს არის ფინალი. აქ რასაც ხედავთ, ეს სამი პრიზი არის პრიზი, რომლისთვისაც საქართველოს თითქმის ყველა სკოლა იბრძვის. რაც გულისხმობს იმას, რომ გარემოს დაცვით აქტივობებში არიან ჩართულები და ცდილობენ მოაგროვონ ყველაზე მეტი ქულა. დღეს აქვთ პრეზენტაციები და გავიგებთ, ვინ გახდება გამარჯვებული. ფინალში არის 27 სკოლა, წარმოიდგინეთ, რამდენი სკოლა იყო თავიდან, იმიტომ რომ თავიდან იყო შესარჩევი ტური, მერე იყო ნახევარფინალი, ნახევარფინალზე მოვიარეთ მთელი საქართველო. მე ვიყავი ქუთაისშიც, ზუგდიდშიც, თელავშიც, არ ვიცი სად აღარ ვიყავი და დღეს 27 რჩეულ სკოლას მოვუსმენთ. 4 წუთი აქვთ იმისთვის, რომ ყველაზე მაგრად ახსნან, რა გააკეთეს წლის განმავლობაში და რატო იმსახურებენ, რომ იყვნენ ნიკო კეცხოველის პრემიის გამარჯვებულები. გამარჯობა, მე ვარ ეს ვარ კეცხოველის პრემიის ჟიურიში და ეს არაჩვეულებრივი ბავშვები წარადგენენ პრეზენტაციებს იმ აქტივობების შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში განახორციელეს ხელსმიშლის მუშაობაში ზურა. რატო გაგახსენდით მე და რატო გადაწყვეტეთ, რომ ჩემი ადგილი იყო ჟიურის წევრებს შორის? პირველ რიგში გაგვახსენდა შენ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ქალების და გოგოების ბანაკში. შენ მათ ასწავლე, როგორ უნდა გამოიყენონ ეფექტიანად სოციალური მედია თავიანთი კამპანიების დაგვის პროცესში და იმდენად მოგვეწონა ეს თანამშრომლობა, რომ ვინაიდან რომ ჟიურიშიც გვენახე. მაგარ შარში ვართ, იმიტომ რომ ერთმანეთზე კარგი გამოსვენები არიან ყველა და ყველას უმაღლეს ქულას უწევთ და მე არ ვიცი გამარჯვებული როგორ უნდა გამოვავლინოთ, რა კრიტერიუმით, მაგრამ როცა გამოვავლენთ, აუცილებლად გეტყვით. თქვენ გასცემი ხართ სკოლის ფარგლებს და უკვე თემის პრობლემის მოგვარებაზე ხართ გადასული და რეალურად ეს ის არის, რაც გვინდა ხო ცვლილებების საზოგადოებაში და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ პასუხისმგებლობა და უსაფრთხო თავზე აღებული და ამასობაში ჩვენი მადლობა დასასრულს ვუწევდა ბოლოს წინა კონკურსებია. ძალიან მადლობა ყველანი და ნახოთ ვინ მოიგებს. დაიწყება მეგობრებო აქ სიტუაცია. ყველ გავიწვიტებოდი, რომ დამედგინა, ვინ შეიძლება იყოს გამარჯვებული და ახლა რაც ხდება არის, რომ დამატებით რამდენიმე ორგანიზაცია გამოჩნდა, აჯილდოვებს სხვადასხვა სკოლებს. დავადგინეთ გამარჯვებულების ვინაობა და ეხლა მინდა ტირილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგარი კანდიდატი. ძალიან ბევრი მაგარი კანდიდატი დარჩა ისე რა და გული მწყდება. მაგრამ გამარჯვებულებს როგორ უხარიათ? პროექტში ან პროექტის ფარგლებში რამ განაპირობა ის, რომ პირველ ადგილზე გახვედით? აი რითი გაუწევთ კონკურენციას ხუებს?
საკუთარ თავის რწმუნა. ჩვენ შარშანაც გავხდით პრემიის მფლობელები, უმაღლესი თვლები ქონდა. წელსაც შარშანად პირველი ადგილი პრემიის მფლობელები გავხდით. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბავშვებით, ჩემი გიმნაზიით, იმიტომ რომ ზოგადად ერთობის გარეშე არაფერი არ გამოდის ხოლმე. ერთობით მოვახერხეთ ეს ყველაფერი და ყველაფრის თავი და თავი არის ერთობა, мотиваცია, საკუთარი თავის რწმენა და უფლისყალობა ალბათ. რა მოგცეთ ამ პროექტმა? პირველ რიგში გამაცნო ადამიანები ალბათ რომელთანაც ყოველთვის მექნება კავშირი. გარდა ამისა ძალიან ბევრი ისეთი უნარი, რაც მომავალში აუცილებლად გამოჩნდება ეს გუნდური მუშაობის პრინციპები, ინდივიდუალურად მუშაობის პრინციპები, პრეზენტაციის უნარიც მათ შორის და კიდევ ძალიან ბევრი სხვა უნარი. ჩვენ ცხოვრობთ ბადიაურში და ჩვენთან არიან მოსწავლეები აზერბაიჯანული სოფლებიდან იორმუღაულ ამბალო და ძალიან ბევრ სამუშაოებს ვახორციელებთ, აი ქალთან მართ ძალადობა და ადრევე ქორწინება, რომელიც ძალიან ხშირია იქ და ძალიან დიდი გამოცდილებები შეიძინეს, უამრავი ტრენინგი, სემინარები, შეხვედრები ჩავატარეთ. იქაც ვიყავით იორმუღალში სოფელში, შევხვდით იქაურ მოსახლეობას და აი მინდა ვნიშნო, რომ უკვე ახლა თანამედროვე თაობაში იგრძნობა პროგრესი, შედარებით უკვე ოჯახებიდან, რომ აი გოგონებს ჩვენ სკოლაში არ უშვებდნენ სასწავლებლად, წელს უკვე მე პირადად 4 გოგონა მყავს პირველ კლასში მოსწავლე. თან უკვე ქართულ ბაღში დაყავთ და აი მაინც გოგოს პრიორიტეტი ცოტა წინ წამოვიდა სხვა დროებთან შედარებით. მარიამი არის TBC-ის წარმომადგენელი და მარიამმა მოიტანა დამატებითი პრიზი კიდე ამ ჩვენი კონკურსანტებისთვის და გაახარა კიდევ ერთი ძალიან ღირსეული კანდიდატი. გამორიცხვის მეთოდით წავედი. ანუ არ მინდოდა რომ ყოფილიყო გამარჯვებული, ვინც პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გავიდოდა, არ მინდოდა ყოფილიყო ფაოს რჩეული და ჩემ ფავორიტებს შორის ავარჩიე ეს სკოლა და ავარჩიე რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ის, რომ გარემოსაცმელი მიმართულებით ძალიან ბევრი რაღაც გააკეთეს უკვე. მეორე იყო, რომ ტექნოლოგიებს იყენებენ ეს ბავშვები და ფიზიკაში რასაც სწავლობენ, აბრუნებენ საქმიანობაში. და მესამე იყო სოციალური ნაწილი, ეს არის საზღვრისპირო სოფელი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის საზღვართან, თვითონ სოფელი არის კუნძულზე და რეალურად ძალიან პატარა გარემოში, ძალიან ცოტა რესურსით, მაინც ახერხებენ, რომ მსგავს კონკურსებში მონაწილეობა მიიღონ, ბევრი საქმე გააკეთონ და თავიც მოგვაწონონ. ესეც ასე მოკლედ ჩვენი კეცხოველის პრემიის ფინალში გავიდა და დასრულდა. საოცარი გამარჯვებულები ყავს და რაც მთავარია, ძალიან ბევრი მაგარი გამომცვლელი არ დარჩენილა უპრიზოდ, ჰქონდა დამატებით TBC-ის პრიზი, ფაოს პრიზები და ასე შემდეგ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი არის ასეთი გახარებული. ავით, ახლა ჭამოთ.